მადლობა უფალს, რომ გვინობათა ზიალა ჩარქოლანის ხმები. ზიალა ჩარქოლანი არის იმ გადარჩენილი ქართული სულის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენში, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს უფრო ნათელი და უფრო შეძლებული. ქალბატონ ჩაფურჩეჭი. სიარას მოღვაწეობა ურთულეს პერიოდს დაემთხვა ყოველთვის. არ არსებობდა მშვიდი დრო, როგორც ასეთი. ის მთელი თავისი დირექტორობის მანძილზე იბრძოდა. შეიძლება ერთ-ერთ მამაკაცს ასე წარით, ასე მონდომებით, ასე თავგამეტებით ემუშავა ამ ძეგლების დაცვისთვის. რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ზიალა ჩარქოლანის აღზრდილი. ზიალა ჩარქოლანი 27 წლის სათავეში შედგა სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმს. 27 წელი ემსახურა იგი სვანეთის სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლების დაცვას, შენარჩუნებას და კვლევას. თავად სვანური ტრადიციების ოჯახში აღზრდილი, უდიდესი სიყვარულით და პროფესიონალიზმით იკვლევდა სვანურ ტრადიციებს, წესჩვეულებებსა და რწმენა წარმოდგენებს. საგულისხმოა, რომ ქალბატონი ზიალა თავის კვლევით საქმიანობას ეწეოდა არა დისერტაციებისათვის, არა სამეცნიერო ხარისხების მოსაპოვებლად, არამედ მისი უმთავრესი ამოცანა იყო თაობებისთვის შემოენახა აწუყე დაკარგული ტრადიციები. ქალბატონი ზიალა გახდა ვერა ბარდაველიძის, რუსუდან ხარაძის, გიორგი ჩიტაიას, მიხეილ ჩარქოლანისა და სხვა სახელოვანი ეთნოგრაფების ღირსეული მოწაფე. უდიდესი მადლობა გადავხადოთ მისი 8 წლით შემოსილი ცხოვრების გამო. დღეგრძელება უსურვოთ და მიულოცოთ დღევანდელი დღე. საჩუქარი გადავცეთ ქალბატონ ზიალას. მინდა ვთხოვო ამ საღამოს უშუალო ინიციატორს ბატონ მაისერ ჯაფარი. ქალბატონ ზიალა დირექტორი გარემოში როცა სინათლე იყო თუ სიცივე იყო თუ მაშინდელ არტეფაქტებს ყველას თავი მოუყარა, გადაარჩინა, ძალიან ბევრი რამ შეიძინა, ძალიან ბევრი რამ აკეთა. მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა იმისთვის, რომ არაჩვეულებრივი შესანიშნავი ოჯახი ყავს. დიდი მადლობა მინდა უთხრა იმისთვის, რომ ვინც კი სტუმარი ჩამოსულა ოდეს თავის პერიოდში ჩვენ სვანეთში, ჩვენს მესტიაში ყველას მოეფერა, ყველას სვანეთის სახე, სვანი ქალის სახე დაანახა სულ. ანსამბლი რიჰო მისაგებობა პაუზა ორი სტორმატმა როდესაც მე მოვედი ახალგაზრდა ვიყავი 30 წლის და სვანეთში ჩამოვედი ძალიან ძველი პერიოდი იყო ქვეყანა იძარცვებოდა აქაც და სხვაგანაც ყველგან და ძალიან განვიცდიდი აი ზუსტად ამ მუზეუმის და მისი სიწმინდების ამ ძვირფასეულობის ბედს განვიცდიდი მე თვითონ მე მივხვდი რომ ქალბატონი ზიალას ადგილზე
ნებისმიერ ვაჟკაცს გაუჭირდებოდა. იმან პასუხი გასცა ქურდებსაც, არა ქურდებსაც, მთავრობასაც, სამინისტროებსაც და დაიცვა, ნამდვილად ღირსეულად დაიცვა ისიც საქართველოს მასშტაბით, რაც 16 აყარიშვილმა თავის დროზე ჩაიდინა, საგანძური რომ გადაარჩინა, სვანეთის მასშტაბით არანაკლებ ვარცხი მოუწვის ქალბატონ ციალას, ამით ციალა მამიდა. ეს ნამდვილად არანაკლებ მოუწვის ქალბატონს. თავმჯდომარე ქალბატონი ბაყალა გორგაშვილი. სპეციალურად ჩამოვიდეს იმედი რაც გამახსენდა ოთაჩილაძის სიტყვები იყო. ოთაჩილაძე წერდა ადამიანი გავსიმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ქვია. და რო შეხედავთ ქალბატონ ციალას მიხვდები რატო არის ეს ქალბატონი ასეთი გამორჩეული ის საოცრად გავს აი ამ უწმინდეს კუთხეს სვანეს ამ სვანეთის ნაკადულებივით წმინდა არის მისი თებივი ამაღია და რაც ყველაზე უფრო მთავარია ის ბრძენი ქალბატონია მე მახსოვს ერთხელ ბატონი ოდე ეოსელიანი ამბობდა რომ ეს უცხოელებიო სულელები ხარ არიან რომ გასწავლიან ქალის და მამაკაცის თანასწორობასო ჩვენოს ქართველი კაცები სულ იმას ფიქრობდით როგორმე ქალების თანასწორები გავხდარიყავი და იმაცავით ბრძენი და კარგი თვისებების ყოფილიყავით და მე მგონია ეს პირველესად ქალბატონ ციალას ეკუთვნის რადგან მართლაც ძალიან დიდი ვაჟკაცობაა საჭირო იმისთვის რომ ისეთი ცხოვრებისა გაიარო ისევე მოეფერო და ისეთი კვალიტატოვო კუთხეში და შესამშობლოში
როგორც ეს ერთმა უმშვენიერესმა ქალბატონმა მოახერხა ქალბატონმა ციალამ, რომელზეც მართლაც თავისუფლად შეიძლება გაიმეორო გალაქტიონის სიტყვები სავსე ქართული პატიოსნებით. ჩვენთვის ერთი ქართველი მწერალი ხალისთვის მისაღაზი ქალბატონი. მე ვფიქრობ, რომ ლეონოს პოეტიკალი მასში ვარ და უსათლოდ მოგიწვით ლექს, რომელიც თქვენაირ დიდ ქალბატონს ეკუთვნის. მადლობა უპასუხოთ თქვენი თანამედროვეობა. ქალბატონ ციალა, იგივე გაბარდების დღე. მე სუონიერების მაღაზიაში ბევრი ვიფიქრე, რა უნდა მეყიდა თქვენთვის. მაგრამ მე ჩავთვალე ესე რომ ჩვენთვის და ჩემთვის კერძოდ ჩვენთვის სიძლიერის და სიამაყის განსახიერება არის ჩვენი კოშკები. მე ვიდა პატარა ესეთი ხალდელი სვანის გაკეთებული კოშკების არის მარადისობის და სიძლიერის გახარებული და კარგად იყავთ ქალბატონო. დიდი მადლობა იმისთვის თქვენ ხართ. დიდი მადლობა იმისთვის რომ შესანიშნავი ოჯახი გაქვთ. დიდი მადლობა იმისთვის რომ თქვენ ხართ სახე, როგორი უნდა იყოს ქართველი ქალი, ქართველი დედა და თქვენ ხართ განსახიერება ინტელიგენტი, სვანი ქართველი ქალის. დიდი მადლობა. ბატონებო და ქალბატონო, ახლა კი დათონავებიან სიმღერა. ჩვენამ დარბაზში არაერთხელ შევხვედრივართ ერთმანეთს და იმედია კიდევ ბევრჯერ შევხვდებით, მაგრამ ეს ის შემთხვევა არის, როდესაც ეს ღონისძიება სწორედაც უპრიანია, რომ ჩატარებულიყო აქ, მუზეუმის შენობაში, მისი მთავარი დიასახლისის იუბილე. ეს ის შემთხვევა არის, როდესაც პირადადაც უთხარი ბატონ მაიზერს მადლობა ამ ინიციატივისთვის. არსებობს კეთილი საქმეები, არსებობს რაღაც დაგეგმილი საქმეები, მაგრამ როდესაც ადამიანს უფიქრია იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ღირსეული პატივი ვცეთ ღირსეულ ადამიანს, ეს არის სწორედ ეს შემთხვევა. დიდი მადლობა ბატონო მაიზერ, აქედან ეს იდეა გეკუთვნით თქვენ
რომელიც ძალიან დიდი სიხარულით და ძალიან დიდი მხარდაჭერით აიტაცა გამგეობამ, დიდია საკრებულოდან და კონკრეტულად თქვენგან წამოვიდა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ მუზეუმის თანამშრომლებს, მე არასდროს არც მომბეზრდება და არ დამავიწყდებით თქვენ ჩვენი განძის მცველები. ამ ეტაპზე მასპინძლობთ, ეს არის იშვიათი შემთხვევა, როდესაც მუზეუმი მასპინძლობს თავის კიდევ მეორე მთავარ დიასახლის. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას რა მიზანი ჰქონდა და რას ემსახურება ეს ყველაფერი? ერთი-ორი სიტყვით მინდა გითხრათ ამის თემაზე. რატომ გვჭირდება ჩვენ ეს? მართალი თქვა ქალბატონმა მაყვალაგონაშვილმა, ქალბატონ ციალას არ სჭირდება იუბილეს აღნიშვნა. ჩვენ გვჭირდება ეს, ჩვენს მომავალ თაობას სჭირდება ეს, სწორედ ეს ჩვენთვის კეთდება. ამიტომაც ვეუბნებით კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ქალბატონ ციალას, რომ ის ასეთია და რომ ის არსებობს. მე არ მინდა მის პროფესიულ საქმიანობაზე კიდევ ერთხელ გავამახვილო ყურადღება, იმიტომ რომ ვერ ვიტყვი ისე როგორც ქალბატონი ჩათო გუჯეჯიანი, როგორც ქალბატონი რუსუდანი და როგორც სხვა მისი კოლეგები იტყოდნენ, ესენი არიან თანამეისტორიელი, მით უფრო ქალბატონი ჩათო გუჯეჯიანი, რომელმაც კარგად აღნიშნა, რომ მამაკაციც ვერ შეძლებდა წლების წინ იმას, რასაც აკეთებდა ქალბატონი. ეგრეთ წოდებული სუსტი სქესის წარმომადგენელი, რომელიც ზოგჯერ და უმეტეს შემთხვევაში ძალიან ძლიერია ხოლმე ზოგადად. ამიტომ მე მხოლოდ იმაზე გავამახვილებ ყურადღებას, რატომ ვაკეთებთ ამას, რისთვის გვინდა, რა არის მიზანი. პირველი, ის რომ მართალია სვანეთს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს და ძალიან დიდი მომავალი აქვს ზოგადად ყველანაირად თავისი ინფრასტრუქტურის განვითარებით, თავისი მომავლით, თავისი ახალგაზრდებით, მაგრამ არსებობს, მაგრამ სხვა სფერო კიდევ, რაც შეიძლება ყურადღების მიღმა დაგვრჩეს და სამწუხაროდ ზოგჯერ ესეც ხდება ხოლმე ზოგადად საქართველოში. ეს არის სრულიად სხვა ინტერესები და სრულიად სხვა სულიერი ღირებულებები, რაზედაც მთელი ცხოვრება ქალბატონი ციალა აკეთებდა აქცენტს თავისი მოღვაწეობით და თავისი არსებით, მთელი თავისი არსებით. იმის გარდა, რომ იყოს პერსპექტივა სვანეთში, კარგი მომავალი ჰქონდეს აქაურ მაცხოვრებელს, დაუბრუნდეს აქედან წასული მოსახლეობა მთას, იმის გარდა აუცილებელი არის კიდევ დავიმატოთ. მე ვფიქრობ, რომ სადღაც ცოტათი მოვიკოჭლებთ ამ მხრივ, ამიტომ გვინდა წარმოვადგინოთ ქალბატონი, რომელიც გაგვახსენებს თავისი არსებობით, თავისი მოღვაწეობით წლების მანძილზე, რომ სხვა რაღაცაც არის კიდევ საჭირო. აქ ბევრჯერ ითქვა და ხაზი გაუსვა ბატონმა ერეკლემ, როგორც ყველგან და ყოველთვის არაჩვეულებრივად მის გენეტიკურ ფესვებს. ეს არის ბედნიერი შემთხვევა, როდესაც ადამიანს ორივე შტოდან, ორივე მიმართულებით და ყველა მიმართულებით აქვს არაჩვეულებრივი გენეტიკური კოდი, ძალიან შორს მიდის ეს ფესვები, თვითონ ბრძანდება ძალიან განათლებული, ინტელიგენტი. ამ სიტყვის კარგი გაგებით ზოგჯერ ატომბაც მოძველებულად მიაჩნიათ ეს სიტყვა და არ ვეთანხმები არანაირად. ყველაფრის ერთად თანხვედრა ასეთი გენეტიკური შთამომავლობის, ასეთი თავად მისი პიროვნული ღირსებების, ამ დონის განათლების, ეს ყველაფერი ჯამში გვაძლევს უდიდეს შინაგან კულტურას, უდიდეს სულიერებას და დიდი ღირებულებების მიმართ განწყობილ, პატივისცემით განწყობილ და ღირებულების მატარებელ ადამიანს. ეს არის სწორედ ქალბატონი ციალა, რაფინირებული არისტოკრატი ქალბატონი. და მომავალთაობა სწორება ციალა ჩართულანზე. ხოლდამას იმდენი რამის ილაპარაკეს, რომ მე ვერაფერს ვერ დავაბარდებ. მხოლოდ მომავალთაობას მოუწოდებ, რომ სწორება ქალბატონ ციალა ჩართულანზე. მიყვარხართ მიამაყენით, ისურვებთ ხალხის სიტუაცია. ძალიან ბევრმა იცით რა ინსტრუმენტებია, მაგრამ ვინც არ იცით იმათ საყურადღებოდ.
ეს არის უძველესი საკრავი ტურნირი, რომელიც ვიოლონჩელოს გავს, მაგრამ იმაზე ძველია ვიოლონჩელოს ბაბუასთან და ხანდახან. ეს არფას გავს, რა ქვია? ჩანგი ქვია და ამას არფას ბებიას ვეძახით, იმდენად ძველია. ნახეთ რა კაი ხმებია. ზოლად სვანებს პიანინო თავში ქონიათ. იქ აი შეხედეთ როგორ ააწყვეს ჩანგი. უყურეთ. აი მე ამისა შეხედავს. ეხლა შემოგდავდეთ ლაჟბას, ეს არის უძველესი სვანტური სიმღერა. ლაჟბაში და ეთქმება ლოცვის რიტუალს.
სიალას პატივცემულო საზოგადოებაო. ქალბატონო სიალა, ისკუთამ ჰასვიშ, ისკუთამ სრიმაკ, ხვაივათ მიშერენა შვან, მუშკვე ოჯახარსი, ჩის თელ სვანეცად შემოგევლე ჩვენო სამაყო იმედის გმირო ქალბატონო სიალა. Elçiliğe sahtενani, çünkü sterel çümitkona. Lapraiska mijil metden, çümet biday çuman oran. Nermalada kapskidara, kontkırteren, meyvunali, meyan belli, girgiden çiğte kotsincavan. Desen argi, miji doşdu, anskar deşka kanuç pore. Gin megamits heki maşan, avler limka kalus otre, zulak almak kalupşile, çizik almak ilçu zale, kocariska netkuyare, yıkkuyale hinçel yale, netkuyara, kocariska hender yale, verbigömel nadresika, vaşartunka keper yale. Çekinedi, çekeriska, izlali, yigülyali, lakbebizu, laraliska, çırıl, avlars, hepzülyali. Muş çerkine, hoşalukli, uşbek atskars, merol, askur, melikli ve reşalkine, avları pinçi avkaskur. Lımjarali, hoşaderli, Khneli apriliska, babasmishka, ganze shura yağuntushi dabderiska. Nizgaliska, hoşay kokura, yilzigale, ilvezrale, lemziravshi, kusmezadash, hoşam gerbat, kemziryale. Hoşa baba, sakartsuji, çuboskurki, piçkılsko gel. Zeki koşor, çületiri, eçkas piçkılz, genteyi gel. Çüşkuğagni nizilakbi, esri, jibal kabrısı kuşi. Avni dersi jikı kçıre, jikışmini, mel jikısvi. Esri, aşka, jibal, tsapjin, kamınsvi tsem, nagzayıska, mehtiyat, melhin, hüsbi, bıgıran, çumamisla gomeriska. Jota, joda tsakza gelten, tetnelaçkil jimal para. Laçkiler vers neşrahapra, meglejili gerbet vara. Çuhugatva tsakza gerjin, eşuğuşay mamriş lütfen. Merde marda genkan makay, kokana megmiş gumeha. Ervalan kad mişkateka, kökünü goşa sasor verda. Doşdunuz gününe brayan, mişkogesi amor verda. Nebçe uvakin çıkarsın gel. Miçasnöbin kamir geldi. Yenas laktoş urdas. Odal uvat kamir çaldı. Kamir güneş kullanmış dikli öğretti zaman. Zaten şidası mekçe pavu. Eçavam ha kıybır seni. Müstahım elver batfımsı. Ladvilersi hışılden. Skanı güneşli cüyet yakanka. Mecurelki, metsif, mihri. Hoşa baba, hoşa dedi. Nazım Paniye çemihri. უღრმეს მადლობას ეუბნები, რომ ესეთი ბედნიერის აღმოჩენა. მინდა ჩემს თანამედროვეს, ჩემს სიალას მოეფერა. სიალას ამათი გვარის მეორე ბადიში ვარ. პირველი ბადიში მომეჩენია. სიალაზე უფროსი ვარ 3 წელი. ოლა სიალა მე უმაღლესი მოსამწობად რომ მივიდიოდი, სიალა ჩამოფრინდა ქუთაისიდან და მეუთხარი სადიყავი მეთქიდა უმაღლესი დაუმთავრე იყო. მე აშენიებია 3 წელი უფროსი რა. ამდენად ჩამორჩენილი პიროვნება მე აბსოლუტურად. მაგრამ უდიდესი ატილიცები და ღრმად თაყვანისმცემელი თქვენი ქალბატონო, თქვენი წარსული საწყოსი და მომავალი, თქვენი ლამაზი და მშვენიერი ოჯახის, ჩემი ალექსანდრე,
ჩემს გულზე დახატულ უძლიერეს პიროვნებას. მაგრამ უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას იმ მცირეოდენია ვაწვის ასეთი დაფასებისათვის, რომელიც მე მართლა თავგანწირვით შევწირე ჩვენი ძეგლების დაცვის საქმეს. მე მარტო არ ვიყავი, ხარში მედგა მეცნიერთა აკადემია, ხარში მედგა ჩვენი მთავრობა, განსაკუთრებით მადლიერი ვარ ედვარდ შევარდნაძის, რომელსაც ერთხელ არაცოდეს ავიწყდებოდა, რომ სვანეთი საგანძურის მფლობელი იყო და მისთვის ყურადღების მიქცევა მისი უპირველესი ამოცანა იყო. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ადგილობრივი ხელისუფლებისა, რომელიც აგრეთვე ძალიან მანებიურებდა, ძალიან ხელს მიწყობდა, თვალყურსაც მადევნებდა და ჩემს ღონისძიებებზე დიდ გავლენას ახლდენდა და ყოველთვის დიდი რეაქცია ჰქონდა. უღრმესი მადლობა თქვენ ყველას, სულ ყველას, ვინც თავი შეიწუხეთ და აქ მოვბრძანდით. მე ნამდვილად არ ვიმსახურებ იმას, რაც დღეს ჩემი გულისთვის გაკეთდა, მაგრამ ღმერთმა ქნას ისეთი ქალები, ისეთი მამაკაცები გაჩნდნენ, რომლებიც დაიმსახურებენ უფრო მეტად და უფრო კარგად იმას, რაც დღეს მე მოვისმინე. უღრმესი მადლობა ჩემს ისლამს, რომელმაც წაშეიტანა სვანური სიმღერები, რომლის მოსმენაც არავის არ ეზარება, რომლის გამოსვლაც ყოველთვის სიხარულის სტოლფარზეა. დიდი მადლობა ჩემს კოლექტივს, რომელიც მხარში მედგა ყოველთვის და არ შემიძლია, არ გავიხსენო ისინი,
ვინც დღეს ჩვენ შორის აღარ არიან. პირველი თეთმუდა ჯაფარიძე წავიდა ჩვენი რიგებიდან. ძალიან გულდასაწყვეტი იყო ნელი გელაშვილის გარდაცვალება. ძალიან დიდი გულდასაწყვეტი იყო ჩვენი მუზეუმის მემატიანის დავით ნიჟარაძის გარდაცვალება და შემდეგ ჩვენი ფინანსისტისა და ჩვენი მომვლელის სულიკო ზურებიანის ნათელში ამყოფოს ღმერთმა ძალიან სწორად შემახსენა ბატკანი ნავერიანი იყო ის პიროვნება, გენიალური პიროვნება, რომლის მიერ გააკეთებული კარებიც შემოსასვლელში დევს. მისი ხსოვნა მარად იქნება ყველა იმის გულში, ვისაც ხელოვნებასთან რაიმე ზიარება აქვს, ვინც ხელოვნებასთან რაიმეთი წილნაყარია. ღმერთმა სასუფეველში ამყოფოს მისი სული, მან ქართული, სვანური, ხეზე კვეთილობა საქვეყნო სრულიად საქართველოს დიდება გახადა. მისი მეუღლე რუსუდანი კი დღეს წარმატებულად უძღვება მუზეუმს, იგი ავადმყოფია და ღმერთმა და ჩვენმა ხატმა და ჯვარმა მისი განკურნება ინებოს. თქვენ კიდევ ჩემო მსმენელებო, ჩემო დამფასებელებო და აქ მობრძანებლებო, მინდა 1000 გულითადი მადლობა გადაგიხადო. მიშგულად აღმოიჩქემახ, არ შემიძლია სვანურად აღმოიფედო. ის გვენაცა დუობს ყენა, გუშგვრის შვანიანი ჩაკ, ლაჩაკ იფა, ყოველთვის მაღლა გვეტარებინოს და ყოველთვის სახელი მოგვიტანოს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი პატარა სვანეთისთვის. რა თქმა უნდა, ვერაფერი საგულისხმო ვერ თქვი, იმიტომ რომ ძალიან ღელა უცრებლად არ შემიძლია დღევანდელი დღე დავართავო. უღრმესი მადლობა და ჩემი ცრემლები იყოს საწინდარი ჩვენი არა მარტო სვანეთის, არამედ ჩვენი გაუბედურებული საქართველოს.